საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც სააგენტო Global News-ი აქვეყნებს, ავთენტურია. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა Interpress News საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს. გამოცემა Global News-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერისთვის საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ წერილი მიიღეს. წერილობით პასუხში დეპარტამენტი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებს განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებად აფასებს. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საკითხზე გაკეთებული პირველი კომენტარია. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გუნდმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა. თუ მანამდე ივანიშვილის გუნდში ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი Deep State-ს დაამარცხებდა და ამის შემდეგ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა აღდგებოდა, ახლა შტატების პრეზიდენტსაც მის ინსტრუმენტად მოიაზრებს. ვაკვირდებით იმას, თუ რა გადაადგილებას, რა რებრენდინგს აქვს ადგილი არაფორმალურ გავლენებთან, ეგრეთ წოდებული Deep State-თან, რასაც ამერიკის პრეზიდენტი უწოდებს. ჯერჯერობით რაც ვაკვირდებით არის ის, რომ ახალ ბუდეს იწყობენ ევროპის კონტინენტზე და აქედან ცდილობენ ახალი ენერგიით, ასე ვთქვათ, შეტევა. საქმით გამოჩნდება, რამდენად შეძლო ახალმა ადმინისტრაციამ აი ამ არაფორმალური გავლენების დამარცხება და საქმით გამოჩნდება, რამდენად ამას ექნება შესაბამისი გავლენა საქართველოს-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. ქართული ოცნების პროპაგანდისტმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების, გლობალური ომის პარტიის და Deep State-ის კონსპირაციის შესახებ საუბრობს. შათირიშვილი წერილში, რომელსაც ოცნების პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ, წერს, რომ ტრამპი ზუსტად ისევია იძულებული დაექვემდებაროს ეგრეთ წოდებულ გლობალურ ომის პარტიას და Deep State-ს, როგორც ბაიდენი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილ შათირიშვილი ასპარეზზე მაშინ გამოყავს, როცა ქართული ოცნება კრახს განიცდის. მათი შეფასებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდის წევრების განცხადებები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ურთიერთობის გადატვირთვაზე ტყუილი იყო. მე მივესალმები ბატონი შათირიშვილის გამოსვლას ასპარეზზე. ის ყოველთვის გამოდის მაშინ, როდესაც ქართული ოცნება განიცდის ხოლმე კრახს და ძალიან მიხარია, რომ ქართული ოცნება ხვდება, რომ აი ეს პროპაგანდისტული რაღაცა ბოლი, რაც დააყენეს, რომ თურმე 20 იანვრის შემდგომ პერიოდში მათ ეკრებოდათ თვისებრივად გაუმჯობესებული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ პროპაგანდისტულმა ბოლმა განიცადა კრახი და მათ მოუხდათ, რომ გამოეგორებინათ ზაზა შათირიშვილი თავისი ტრადიციული რაღაცა კონსპიროლოგიური ბოდვებით Deep State-თან დაკავშირებით. ეს ბატონი ზაზა, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულად არის ფინანსურად დამოკიდებული ივანიშვილზე, ამიტომ დიახ, მე ვფიქრობ, რომ ამ სიგიჟეს შათირიშვილს აწერინებს ბიძინა ივანიშვილი, ეს ბიძინა ივანიშვილის ტექსტია, ბიძინა ივანიშვილის იდეებია, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული ხაზია. რა თქმა უნდა, ეს ვერ დავაკდება ამერიკელებთან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი ეხლა, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, აბსოლუტურად საწინააღმდეგო აკეთებს. ეს უმწვავესი განცხადება ადასტურებს, რომ ივანიშვილის პროპაგანდა მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც ის ცდილობს დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში იქნება რაიმე ტიპის გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან. ამგვარი გადატვირთვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, არც ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების რევიზირება არ იქნება. გადატვირთვა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ ანტიდემოკრატიულ, ანტიამერიკულ, პრო-ჩინურ, პრო-რუსულ და პრო-ირანულ ხელისუფლებას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი ონლაინ გამოცემა Global News-მა გუშინ გაავრცელა. გამოცემისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შტატებმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ქართული ოცნების მთავრობა შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენში გაკეთებულ განცხადებასაც ციტირებს და წერს, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით.